უცნაურიანია, ძალიან მარტივი კითხვა დასვიდა, ეხლა ვიგანახებ ამ ყველაფერს რა. თან შევეცდები რომ ზუსტად აგიხსნა. ძირითად შემთხვევაში ყველაფერი ავტომობილში რაც არის მოწყობილი არის მის კომპლექტაციაზე დამოკიდებული. ჩემს შემთხვევაში აქვს აი აქ ამას აწევ, გაწევ უკან. ან გამოწევ წინ. აქვე იცოდე რომ ეს პლასმასი არის ზევით, ქვევით, ასაწევ, დასაწევი. ხოლო სავარძლის აი ამ ადგილას ჩემს სატრიალებელი აქვს ზურგის გადმოსაწევად და გადასაწევად. ზოგს კი უბრალოდ ხელის მისაჭერი აქვს რა, მიაწვევი გადაიწევა, მოაწვევი გადმოიწევა. მაგრამ იცოდე რომ მე ყველაფერი არის კომპლექტაციაზე დამოკიდებული ავტომობილის რა. ამიტომ შეიძლება აი ამ პლასმასის ნაცვლად აი ესეთი რკინა ქონდეს გავლებული ხელს მოკიდებ და წამოწევ და გაიწევი ან გამოიწევი. ასევე რამენაირად ყველამ დაიმახსოვროთ ის რომ არ არსებობს უცნაური კითხვა და არავითარ შემთხვევაში არ გაიელოთ აზრად ის რომ რაღაც კითხვა სვავთ რომელიც არის სულელური. არ არსებობს ეგეთი კითხვაც. რადგან კითხვა გაჩნდა, ესე იგი მასზე პასუხიც აუცილებლად არსებობს და შეეცადეთ რომ თქვენის ავტოინსტრუქტორებს დაუსვათ მაქსიმალურად ბევრი კითხვა იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიიღოთ მისგან. ჩემს მოსწავლეებს მეც სულ იმას ვეუბნები რომ მელაპარაკე, ბევრი კითხვა დამისვი, რომ რაღაცა რაც შეიძლება მე ხომ ადამიანი ვარ და შენც ადამიანი ხარ და შეიძლება გამომრჩეს ასე ვთქვათ რა. და რო არ გამომრჩეს, შენი დასმული კითხვიდან გამომდინარე უკვე გეცოდინება პასუხიც მაგ რაღაცაზე.